სერგეი ლავროვის უწყება პრაქტიკულად პირდაპირ ამბობს, რომ არ არსებობს შანსი იმისა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობის აღიარებაზე კრემლმა უარი თქვა. შესაბამისად ამ განცხადების შემდეგ ბუნებრივია ჩნდება ლეგიტიმური კითხვა, აპირებს თუ არა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება შეცვალოს წინა ხელისუფლების მიერ არჩეული პოზიცია და ასე ვთქვათ უარი წაიღოს უკან წაიღოს ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარების პოლიტიკა. დღეს სერგეი ლავროვის უწყებას საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ უპასუხა, მიუხედავად იმისა, რომ მაკა ბოჭერიშვილის უწყება ვალდებულია, რომ ოფიციალურად დააფიქსიროს საქართველოს პოზიცია ამ განცხადებასთან დაკავშირებით, თუმცა უპასუხა ივანიშვილის პრემიერმა TV1-ის მიერ დასმულ კითხვაზე. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არ არსებობს შანსი იმისა, რომ საქართველომ ეს პოზიცია შეცვალოს და დეოკუპაცია პრინციპულად საქართველოს ხელისუფლებისთვის წითელი ხაზია. ჩვენთვის თავარია ის, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპული პოზიცია და ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები, ხო, რაც დაკავშირებულია, რა თქმა უნდა, დეოკუპაციის საკითხთან. ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი. რა თქმა უნდა, არავითარ კომპრომისს ეს საკითხი არ ექვემდებარება. ეს არის კაფეოდ რაც შემიძლია გითხრათ. დეოკუპაცია არის წითელი ხაზი, ეს საკითხი არის წითელი ხაზი, რომლის გადახედავს ბუნებრივია არ აპირებს. ბუნებრივი ახლა ჩნდება კითხვა, რას უკავშირდება სერგეი ლავროვის უწყების ეს განცხადება და რისი თქმა სურდა კრემლს საქართველოსთან მიმართებაში. თავდაცვის ყოფილ მინისტრ თინა ხიდაშელს ვესაუბრეთ, ის ორ რეალურ მიზეზს ხედავს ამ განცხადებაში. პირველი ის, რომ კრემლი ცდილობს გააძლიეროს ზეწოლის ბერკეტები საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა უფრო მეტ დათმობაზე წავიდეს ქართული ოცნება და უფრო მეტად შეასრულონ კრემლის მოთხოვნები და ამას ქართული ოცნება, როგორც თინა ხიდაშელი ამბობს, წარმატებით ასრულებს და მეორე ამ განცხადების მიზანი არის ის, რომ ძალიან მკაფიოდ წერტილი დაუსვას კრემლმა იმას, რომ არ აპირებს ის არც ერთი ფორმით გავიდეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი როგორც საქართველოს კანონიერი ტერიტორიები. რა თქვა, როდესმე რუსეთმა რომ მზად არის გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, თქვა, როდესმე რუსეთმა რომ მზად არის უკან დაიბრუნოს აღიარება იმ ტერიტორიების, რომლებიც სახელმწიფოებად აქვს აღიარებული და სხვა, ხო? არა, ესეთი არაფერი არ მომხდარა. ნარატივი შეგვიძლია ორგვარად გავიგოთ, ერთი ის, რომ უბრალოდ ძალიან მარტივად ყველა სპეკულაციას წერტილი დაუსვეს და მორჩა, აღარ ქონდეს ამას გაგრძელება, მაგრამ არსებობს ვერსია, რა თქმა უნდა, რომ ეს განცხადებები იმიტომ გაკეთდა, რომ კიდევ უფრო მეტი სარგებელი მიიღონ ქართული ოცნებისგან. წოლკიანის კომისიის დასკვნის შემდეგ კიდევ მეტი რა უნდა მიიღონ, ცოტა რთულად მაქვს წარმოქმნილი, მაგრამ ხო, რა თქმა უნდა, ადამიანის ფანტაზიას საზღვრები არ აქვს და შეიძლება მოიფიქროს ქართული ოცნებამ მორიგი რაიმე მოღალატეობრივი აქტი დაგეგმოს. მოკლედ, შეგვიძლია ეს გავიგოთ, როგორც რუსეთის მხრიდან მორიგი დაწოლა ქართულ ოცნებაზე, რომ კიდევ უფრო მეტი ბარტყი გადმომიგდე. მაგრამ ასევე შეგვიძლია გავიგოთ იმათ, რომ უბრალოდ წერტილი დასვეს ყოველას გასაგონად დასავლეთის ქართული ამომრჩევლის თავად ქართული ოცნების რა ხარამე ილუზიებში არ ჩავარდეთ მანდ და სანამ აფხაზეთ და სამხრეთ ოსეთზე პრეტენზიები გაქვთ, მანამდე არაფერი არ არის. საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე პროპაგანდისტულმა გამოცემამ იზვესტიამ გამოაქვეყნა სტატია, სადაც მათ დაურთეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც სერგეი ლავროვის უწყება პირდაპირ ამბობს, რომ ისინი გააგრძელებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სახელმწიფოებრიობის აღიარებას. ამავე სტატიაში ბევრი განცხადება არის მოყვანილი ქართული ოცნების ხელისუფლების მაღალჩინოსნების, მათ შორის ისინი ციტირებენ ქართული ოცნების ლიდერების და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის განცხადებასაც, რომელმაც 2024 წლის არჩევნებამდე პრაქტიკულად დაანონსა ის, რომ ასე ვთქვათ, ცხინვალს უნდა მოუხატონ ბოდიში 2008 წლის გამო და ამ განცხადებების შემდეგ პრაქტიკულად ჩნდება განცდა, რომ კრემლი ბიძინა ივანიშვილისგან ოფიციალურად ამ დრომდე ელოდება ბოდიშს.